მოგესალმებით მეგობრებო, მინდა წარმოგიდგინოთ ძალიან იშვიათი ვინტაჟური Microtech-ის გამორჩეული მოდელი Nemesis 3 მესამე თაობა 93 სერიული ნომერი, სულ დამზადდა ასეთი 170 ცალი 27 წლის უკან. დანა არის მხოლოდ ესე იგი სამხედროებისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის აი წარწერა. ამიტომ დანა არის სტერილური, მასზე არ არის დატანილი ზედმეტი წარწერები. ამ დანაზე მუშაობდა მარტონი მარფიონთან ერთად ძალიან ცნობილი დანის ოსტატი უოლტერ ბრენდი. დანა არის ხელით შესრულებული, ანუ არ არის უბრალოდ სერიული დანა, ეს ის პერიოდია, როდესაც მანქანადანადგარები ისე არ იყო განვითარებული, რომ სრულად დაესრულებინა დანის დეტალები, ტარიც კი ხელით არის დასრულებული, პირი სრულად ხელით არის გაკეთებული. ეს არის ერთმაგი მოქმედების ავტომატური OTF სისტემის დანა Nemesis 3, ძალიან გამორჩეული მოდელი, უოლტერ ბრენდის მიერ შესრულებული. კიდევ ერთი რამე გამოარჩევს ამ დანას, ახალი მისული იყო ტონი მარფიონის ჯგუფში უოლტერ ბრენდი და ჯერ დანაზე მისი სახელი დატანილი არ იყო 98 წელს. მაგრამ დანა უოლტერ ბრენდის მიერ არის შესრულებული. პირი არის სატინი, დაგერი, ორლესული, hollow grinded. საკეტის სისტემა აქვს, liner lock-ი, ძალიან განსხვავებულია OTF-ისთვის მსგავსი. ამ სისტემას იყენებდა რობ დალტონი, ძალიან ცნობილი მედანე. განსხვავებით Halo-სგან, რომელსაც button lock სისტემა აქვს, იხსნება კნოპკით და იკეტება მოსატენი ბერკეტის საშუალებით, ისევ ღილაკზე დაჭერით. აქ განსხვავებული სისტემაა. ლაინერი უნდა ავწიოთ და შემდეგ გამოვწიოთ უკვე ბერკეტი, რომელიც ტენის დანას, მასზე მხოლოდ გამოშვების თარიღია და Microtech-ის ლოგო დატანილი. 99 წლიდან უკვე უოლტერ ბრენდის სახელი ემატება ამ ადგილზე. დანის სრული ზომა არის 22 სანტიმეტრი, დაკეტილი არის 12 სანტიმეტრი, პირის ზომა არის 10 სანტიმეტრი, წონა არის 92 გრამი, ფოლადი არის 154 cm, ამ ფოლადს Boeing-ი იყენებს, არის საავიაციო ფოლადი, ასევე საავიაციო ალუმინია გამოყენებული ტარზე, დღემდე საავიაციო ალუმინს იყენებს Microtech-ი. ხედავთ ფორმა როგორ არის გამოყვანილი დანის, რომ იდეალურად იჯდეს ხელში. ასევე ეგრეთ წოდებული ნასეჭკები დატანილი. დანა არის ტაქტიკური, როდესაც დამზადდა ამ იდეით დამზადდა, მაგრამ დღეს არის გამორჩეული საკოლექციო მოდელი, მისი იშვიათობიდან გამომდინარე, რარიტეტული მოდელია, ძალიან განსხვავებული. ასევე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ დანა არის 27 წლის უკან გამოსული, სრულიად იდეალურ მდგომარეობაშია, სრულიად ახალია დანა, უხმარია და მოყვება ყველა ის საბუთი და ინსტრუქცია, რაც მოყვებოდა დანას, როდესაც ის გამოდიოდა 98 წელს. ასევე აღსანიშნავია, რომ 98 წელს Microtech-მა შეძლო ის, რასაც დღემდე ცდილობენ, ანუ შემოიღონ ZBT სისტემა, რაც ნიშნავს Zero Blade Play, ნულოვანი პირის ლუფტი. ეს უკვე 98 წელს მიღწეული ჰქონდათ. ამ დანაზე პირის არც ვერტიკალური, არც ჰორიზონტალური მოძრაობა არ არის, სრულად არის გაქვავებული. რაც ძალიან გამოარჩევს ამ მოდელს კიდევ ერთხელ. მადლობა მეგობრებო. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგწეროთ პირადში. გისურვებთ მშვიდობიან დღეს და წარმატებები.